მოდით კარგად რომ გავიგოთ მათი ბუნება, ხო? და ამის მერე ვიმსჯელოთ რას აკეთებენ. ძალიან მარტივად შეიძლება შევაფასოთ მათი იწრო ბუნება. ეს არის მხდალი ხალხი, ეს არის მშიშარა ადამიანების კორპორაცია. ერთადერთი მიზანი აქვს, ეს არის მომხვეჭველობა და ამისთვის ჭირდება ძალაუფლება. ეს არის მთავარი და გენერალური მათი მიზანი. და ეს მათი ეს ფილოსოფია მათი რომ არის სიმხდალე, არც დაღუმალავთ არასოდეს. ერთ-ერთ ხოთაშორის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, რომ აი თავი რატომ უნდა შეაკლაო, ხო, რაღაცა უნდა გადადო, თავი რაღაც გადაირჩინო. ეხეთქებიან კედელს და რა უნდათო, ხო. ხო, და ხოთაშორის ეს მათი ფილოსოფია არის, იჯდე ჩირგვებში, თავი გადაირჩინო და ჩუმად აკეთო ფული. აი აქედან უნდა გამოვიდეთ მაშინ. რას უშლის გახარია? აი ნახეთ, მათ არ ესმით, ნახეთ, აი ეს არის ხო მიზეზი. და საბაბი ჩვენთან, ჩვენი დევნის არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვართ საფრთხე მათი ძალაუფლების შენარჩუნების და მათი ძალაუფლების წყაროსთან ყოფნის. ამიტომ ამ საბაბით აპირებენ, მაგრამ თავისი ვიწრო ბუნებით მსჯელობენ, თავისი მხდალი ბუნებით და გონიათ რომ ასე შეგვაშინებენ და ასე უკან დავიხევთ. აი კარგად ავხსნი კიდევ, დავასაბუთებთ მოკლედ. თავარი აქ კიდევ ძალიან საინტერესო რაც არის, რომ უბრალოდ არ ვიცი ახლა 90-იანებიდან მოდის ბიძინა ივანიშვილი და ყველაზე კარგად მან უნდა იცოდეს რეკეტიორი როცა მოგადგება და შენს დაშანტაჟებას და რეკეტს ცდილობს, თუ ერთხელ დაუთმე, მაშინ შანტაჟისტი აღარ მოგეშვება. მთავარი თემა არის არც ერთხელ არ უნდა დაუთმო. ამიტომ ასე მაინც შეხედოს პრაგმატულად, თუ ის არ ესმის, რომ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს მსახურება, ღირსება, ეს შეიძლება არ ესმოდეთ, მესმის მათი. შეიძლება უბრალოდ ასეთი ბუნება აქვს, არ ესმით, ვერ ხვდებიან ამას. ეს უბრალოდ არ ესმით. მაგრამ აი ასე შეხედონ პრაგმატულად, რომ ჩვენთვის ეს გონია რომ ეხა თუ სახს წაგართმევს, თუ ციხი დაგემუქრება, თუ რაღაცა ასე შეგაშინებს, შენ დაიხევ. მაგრამ პრაგმატულადაც გაიგოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ რეკეტიორს არ დავუთმობთ და ჩვენც გვესმის, რომ შანტაჟისტს არ უნდა დაუთმო არც ერთი ნაბიჯი. რატომ ვარ ჩვენ მათთვის პრობლემა? ცხადია, როგორც ყველა ლიდერი, ალბათ მას გარეთ დატოვება არ უნდა არავის. ჩვენთან კიდევ განსაკუთრებული თემა აქვს, იმიტომ რომ განსაკუთრებულად გვებრძვის და კიდევ აქვს რაღაცა, მოდით აი ობიექტურად შევაფასოთ, არა იმიტომ რომ საარჩევნო პერსონალური დაპირება იყო გახარიასა და მისი გუნდის მიმართ. იმიტომ რომ აი ნახეთ რამდენიმე მცდელობა, სულ აქვს რომ ხო არის რომ აი ხშირად მოგისმენია არც ნაცი მინდა, არც ქოცი მინდა, აბა ვინ? და მე ამ დროს არის ვიღაცა, რომ აი ეს არც ნაცია, არც ქოცია. რამდენი მცდელობა გქონდათ, რომ პირდაპირ ნაცმოძრაობასთან მივეწებებინეთ, გახსოვთ, ტყუილიც გაავრცელეს, რომ იმას მიხეილ სააკაშვილის შეხვდა. ვიტყოდი თქვენი განცხადებები იმდენად სულ არც ერთი უკიდურესობა ამბობდით, სულ ამაზე იყო თქვენი წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვინმეს ეს რომ რამე ეტაპზე ერწყმუნებინა პირი. ეს არის მათი მცდელობა, მაგიტომ გეუბნებით, რომ ეს უჭყო ხალხია, უბრალოდ აი რაღაცა ესეთი რაღაც სასაცილო მეთოდებით ცდილობენ ჩვენს დაშინებას. ხო არ გამოვიდეთ რომ ნარკომანობა დააბრალეს ადამიანს, აი კოკაინში ყობა, რა ვიცი, ნახევარი საქართველოს რომ განარკომანდა, მაშინ სპორტს მისდევდა და სიგარეტის მოწევა მიატოვა ადამიანმა, აი ნარკომანობა, მე რაღაცა ისეთ რაღაცებს გვაბრალებენ. ხო და ქონდათ ცდელობა, რომ აი ნაცები არიან. ცდელობა იყო ფიზიკური ანგარიშტორებაც იყო ბათუმში. სხვათა შორის ფიზიკური ანგარიშტორება და ესეც იყო ცდელობა. იქ უბრალოდ ზვიად ქორიძის იქ აღმოჩენა შეუშალა. თორე აი მიზანი ქონდათ რომ ის ფიზიკური ისეთი დაზიანებები მიეყენებინათ მისთვის რომ ერთ ნახევარი წელი ერთი წელი მოეშორებინათ ჩამოეშორებინათ ამ პროცესისგან. ამიტომ რა თქმა უნდა მესმის მათი თემა, იმიტომ რომ ეშინიათ. ნახეთ კიდე რა არის ჩვენ არა ვართ რადიკალურები. ნახეთ აი ამასაც რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არა ვართ რევოლუციონერები. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ მივდივართ არჩევნებზე. სხვათა შორის ესეც არის თემა. ეს არ შედის ივანიშვილის ინტერესში. არა, შემთხვევაში. იმიტომ რომ ივანიშვილს არჩევნებზე სჭირდება მხოლოდ მისი სატელიტი რამდენიმე პარტია. დღევანდელი აი ორი განცხადება, აი დღეს ყობახიძემ რაღაცა მთელი ამბები ლაპარაკა, ხო რა თქმა უნდა, მათ არ უნდა ეს კიდევ ისა რომ აი რა აზრი აქვს, აი ხო ხედავთ დამკვირვებლებიც არ იქნებიან, რატომ უნდა შეხვიდეთ არჩევნებზე. რატომ უნდა შეხვიდეთ არჩევნებზე. მაგრამ აი ნახეთ როგორ არეულები არიან, აი მათის იმედი რო ქონდათ, რომ აი დასავლეთს აგერ ჩინეთი, ირანი და მოკლედ აგერ კიდევ რუსეთი, აქეთ მხარე ხო ძლიერია და ხო ხედავთ ეს ჩამოხუხულასავით ენგრევათ. თქვენ თუ ნახეთ
ახალი თავმჯდომარეობიდან დანიშნეს აჭარაში მის განცხადება, რომ ბატონი თამაზაშვილი გაუგებრობა არისო, კაცო, ჩვენო ესო სანქციები, მე რომ გაიგებენო ისინიო და მოკლედ შეიცვლება ესო. აი ესე ასულელებს ბიძინაევანიშვილი მაგათ, რომ აი მაცალე ცოტა ხანი დავლაგდები და მოიხსნება სანქციები. და მეორე იყო დღეს ძალიან საინტერესო განცხადება ქონდა პაპუაშვილს ეს კიდე ისეთი რომ პაპუაშვილის განცხადებები უკონკურენტოა შეიძლება ითქვას. დაჩიაშვილზე რომ თქვა ილაპარაკა დღეს რომ ფულის გათეთრებაშიო რაღაცა ყოფეს კაციო ფულის გათეთრებაში იყო. არა და ბიძინაევანიშვილი ბაციაშვილს ედავება რომ ინვესტიცია იყოს ეს ხი კი არა. გამოდის რომ ბიძინაევანიშვილი ინვესტიციით ფულის გათეთრების საქმეში შევიდა. პირდაპირ პაპუაშვილის განცხადებით ბიძინაევანიშვილი გამოდის ფულის გათეთრების ბრალდებაში თანამონაწილე გასაგებია. ეხლა ნახეთ რა მინდა ყველაზე მთავარი რაც მინდა გითხრათ და რატომ აქვს ჩვენთან ეს პრობლემა? ეს გავიგეთ, რატომ აქვს თქვენთან ეს პრობლემა. ბევრი განცხადება ვნახეთ ივანიშვილის, ისედაც არა მარტო თქვენ, არამედ თქვენ ამომრჩეველსაც ემუქრებოდნენ. პირდაპირ ეს წინასაარჩევნო ინტერვიუებში ჩანდა. მე მინდა ვიკითხო თქვენი პასუხი ახლა. გახარიას წულუკიანის კომისიაზე მისვლას თავიდან მოყვა არაერთგვაროვანი შეფასებების, მეორე დაიბარეს და თან აქეთ საქმე აღუძრეს, რას აპირებს ის ამჯერად თუ იმსჯელეთ ამაზე პარტიაში და ამის მერე კიდევ მაქვს ერთი კითხვა ბრძანეთ. კარგით, ესე იგი რაც შეეხება ამას, ესეც მათი თემა არის, ეს არის მხდარი ხალხი, აი დებატებზე თქვენთან ეთერში ბოლოს როდის გქონდათ დებატი ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების არ მოდიან ისინი გამოცხადებული აქვთ ეს ძალიან დიდი ხანია. დებატები თქვენთანაც არ მოდიან, აი აქ რო იჯდეს ახლა რომელიმე და გელაპარაკებოდეთ თქვენ. ბოლოს ირაკლი კობახიძე ჩამერთო, ეს ტელეკომპანია ფორმულა იყო ახალი დაარსებული, ეს იყო ბევრი წლის წინ, ის ჩაგვერთო ბრიუსელიდან, ეს იყო მისი ბოლო ინტერვიუ თუ სწორად მართლა. აი ეს არის ესეთი ხალხი. ბრიუსელიდან თუ შესაძლოა თბილისიდან ეს შეიძლება ადგილმდებარეობა მეშლება, მაგრამ ნამდვილად ირაკლი კობახიძე იყო. აი თქვენთან ხომ არ აი ნახეთ, ისეთი საინტერესო ამბავია, რომ მათ მოედანზე, აი ხო რუსთავი 2 და იმედი არის მათი მოედანი. მათ მოედანზეც კი გიორგი გახარიას პირდაპირ ეთერში დაპატიჟებას ვერ ბედავენ. რატო? აი ხო არ არის დებატი, აი ჟურნალისტთან პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიას დაპატიჟებას ვერ ბედავენ. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე და ეს კომისიაც მაგათ ეგონათ, რომ ახლა თვითონ არის იქ ტურები, ისეთი ხალხით საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ უმრავლესობა უსახური ხალხი და ჩათვალეს რომ ახლა 7 რო შევესევით თუ რამდენი არიან, მოკლედ შეეშინდება და არ მოვა. არაფერი დასამალი არ გვაქვს, როცა მართალი ხარ. გახარია მეორე და თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ როგორ მე მგონია, მე ახლა მე არ ვიცი ახლა კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ რომ მივა, იმიტომ როგორც პირველ ჯერზე და მეორე ჯერზე და ეს ყველაზე მთავარი აქ იცით რა არის. შენი კომისიაზე კი არ მიდიხარ, შენ მიდიხარ საქართველოს ხალხთან სალაპარაკო. თუ ვინმე სადმე რამე კითხვა აქვს ჩვენთან, ნებისმიერ მოქალაქეს, ჩვენ არ გვეშინია კითხვებზე პასუხების გაცემის. და მე მგონია რომ ეს არის ამისთვის წულუკიანის პლატფორმა არ არის ალბათ აუცილებელი, თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს. სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია გახარია და თქვენ ბრიფინგების პლატფორმა გაქვთ, არ გაქვთ კრიტიკულ მედიაში. არა თქმა უნდა, ამისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ აი მე ის დღე მახსენდება, ის დღე კომისიის დღე, ქუჩაში ნებისმიერ მაღაზიაში ხო გადიხარ ბაზრობაზე ყველგან ყველას ეს ტელეფონი ყველა მას უყურებდა. თო ჩვენი კომისია გიორგი გახარიას გამოსვლით მივწვით ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზომბირებული ყავს, ვისაც პირდაპირ, ვინც მარტო იმედზე და რუსთავზე და რაღაც კიდე რაღაც პოსტივი თუ რაღაც ამაზე, ანუ ეს იყო შესაძლებლობა. და ქალბატონ სოფოს ბოლოს უნდა ვიკითხო, თქვენ სამოქალაქო სექტორსაც კარგად იცნობთ მათ მუშაობას. დღეს აი რასაც აკეთებს რეჟიმი, სასამართლოს გავლით რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას უნდა გადაეცეს, ეს არის მოთხოვნა. მათი ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია მე კი ქონდა ბრიფინგი რაჟდენ კუპრაშვილს უპასუხა სანდრო ბარამიძემ, რომ ის იტყუებაო. თქვენ აი როგორ აფასებთ ამ პროცესს? რისი მიღწევა სურს რეჟიმს მათგან? რეჟიმს სურს მიღწევა, რომ არჩევნებზე გავიდეს მხოლოდ თვითონ თავის სატელიტ პარტიებთან ერთად. და ნახეთ ახლა კიდევ როგორი საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ დამკვირვებლები არ იქნებიან არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი რა აზრი აქვს არჩევნებზე გასვლას. და თან განსაკუთრებით ის როცა ჩვენ ვთქვით, აი ძალიან მინდა სწორად ეს გაიგონ და ანუ ყველა თემა თქვენთვის მიდის ადგილობრივ არჩევნებამდე, ყველა პასუხში. რა თქმა უნდა, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს უნდათ რომ თვითონ იყვნენ მხოლოდ და დანარჩენები ყველა გაქრენ და აი გახარიას თუ დაეჭერენ, მისი პარტია არ შევა და არ წავა არჩევნებზე. ნახეთ რა არის აქ საინტერესო და რამ დაძაბათ.
და ეს მინდა თუ მომცემთ უფლებას თუ მაგ 2 წუთი მინდა კიდევ კარგად ახსნო, როცა ვლაპარაკობთ, რომ ნეიტრალური ახალი ხალხის, ან ნეიტრალური არ ვიტყვი. 1 წუთი შემიძლია მოგცეთ, როგორ შემიძლია არაპარტიული ადამიანების ახალი მე ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობ, დარწმუნებული ვარ თქვენც იცნობთ, რომელთა შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, საქართველოს პოლიტიკაში ძალიან კარგი იქნება. რთულია პარტიის შენება, ეხლა ვიცით ახალი პარტიები, მაგრამ უჭირთ. აი ახალი ადამიანები, რომელსაც ეშინიათ პარტიულობის დამღის. ჩვენ შეგვიძლია მარტო თუ ლელოსთან ერთად განიხილავთ ამ შესაძლებლობას. არა, მე ვლაპარაკობ მარტო ლელოსთან, ყველა პარტიის, ვინც კი ამ რუსულ მთავრობას ებრძვის, მათი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ლელო დანარჩენებიც, იქნება მათაც მოიფიქრონ და გადაიფიქრონ. აი ნახეთ, ქართულ ოცნებამ რაც მოიფიქრა, რომ მაჟორიტარები დაამატა, იქ უნდა ვაჯობოთ. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ ძალიან კარგი ხალხი, რომლებსაც ჩავაბარებთ საკუთარი რაიონების, საკუთარი ოლქების, საკუთარი სოფლების მოვლას და ეს შესაძლებელია. ამისაც შეეშინდა ქართულ ოცნებას ახალი წესიერი, პატიოსანი, პატრიოტი ხალხის შემოსვლის. დიდი მადლობა სოფი ხორგულანს.